და ისევ შევიდა სინაგოგაში და იყო იქ კაცი, რომელსაც ჰქონდა გამხმარი ხელი. და უთვალთვალებდნენ მას შაბათ დღეს ხომ არ დანგუნავდა, რომ დაედოთ ბრალი მისთვის. და უთხრა კაცს, რომელსაც გამხმარი ხელი ჰქონდა, დადექი შუაში. მერე უთხრა მათ, შაბათ დღეს კეთილის ქმნას ჯობს თუ ბოროტისა, სიცოცხლის ხსნა თუ მოკლა. ისინი კი დუმდნენ. და შეხედა მათ რისხვით და შეეწუხა მათი გულქვაობით და უთხრა მას, გააშალე ხელი შენი. და გაიშალა ხელი და გაიწორა მისი ხელი. და ფარისევლები მაშინვე გამოვიდნენ და ჰეროდიანებთან ერთად თათბიროდნენ მის წინააღმდეგ, როგორ დაეხოცათ იგი. ხოლო იესო თავისი მოწაფეები თურ გამობრუნდა ზღვისკენ და დიდი მობილობამ გაახვა მას გალილეიდან. და იუდეიდან, იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმა და ტიროსისა და სიდონის მიდამოებიდან დიდი ბრბო, იესოს ამბავი რომ მოისმინა, მოვიდა მასთან. და უთხრა თავის მოწაფეებს, ნავი გამზადებინეთ ჩემთვის ხალხის სიმრავლის გამო, რომ არ შემაწუხონო. ვინაიდან მრავალი განკურნა და რადგან ცდილობდნენ მის შეხებას, ამდენი ავადმყოფიც იყო, ყველა ეჭიდებოდა მას. და როდესაც უწმინდური სულები ხედავდნენ მას, დაემხობოდნენ მის წინაშე და ღაღადებდნენ, შენ ხარ ძეღმთისა. და მკაცრად უგზანა მათ, რომ არ გაემხილათ.